ირანი აღიარებს მარცხს მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ხიდები და აეროპორტები გაანადგურა. ამასობაში შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა შეტევები 2026 წლის 17 ივლისის გამთენიისას და დაარტყა იმ სტრუქტურებს, რომლებიც ირანის რეჟიმს ამუშავებს, საავტომობილო ხიდები. რაკეტამ პირდაპირ გუერივეს ხიდის შუა ნაწილს დაარტყა. გუერივეს ხიდის ნაწილი უბრალოდ აღარ არსებობს. აი. ხიდის შუაში ცოტა მოშორებით იყო სატვირთო. არავინ უნდა წავიდეს გერივეს ხიდის მხარეს. გერივეს ხიდის მხარეს, მთელი ხიდი, ამაია აბულფაკული, თლიანად დამტვრეულია, უზარმაზარი ბენზინმზიდი სატვირთო განადგურებულია. ღმერთო ჩემო, სარკინიგზო სადგური, ირანჩარის აეროპორტი, ელექტრული ობიექტები და საკონტროლო პუნქტები სანაპიროზე მოხდა სამიზნეების სიაში. ოპერაცია მე-6 ღამით გაგრძელდა და ძირითადი ძალები კონცენტრირდა ბანდარ აბასში, ბანდარ ქამილში, ქეშმის კუნძულზე და შაბაჰარში, რომლებიც ჰორმუზის სრუტესთან არიან დაკავშირებული. ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ ადგილზე, სადაც ამერიკელმა გამანადგურებლებმა მიიტანეს იერიში და მოწმეების თქმით დააზიანეს ხიდი ბანდარ აბასიდან 70 კილომეტრში. ეს ხიდი აკავშირებს ბანდარ აბას ბანდარ ქამილთან და ფარსის პროვინციის სამხრეთთან. ამ იერიშის შედეგად სატვირთო მანქანა დაზიანდა და მისი მძღოლი დაიღუპა. მადლობა. ვაშინგტონის მიზანია სამხედრო მარშრუტების გადაკეტვა, ირანის კონტროლის შესუსტება ნავთობის გადაზიდვებზე და თეირანის იძულება უკან დაიხიოს. შედეგი უკვე ქალაქებში გამოჩნდა. ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება მოითხოვა, როდესაც ტემპერატურა 49 გრადუს ცელსიუსს აჭარბებდა, მაშინ როცა სამხრეთის მცხოვრებლები გათიშვებსა და ქსელის დაზიანებებს აწყდებოდნენ. რეჟიმი, რომელმაც ჰორმუზის სრუტის დახურვით იმუქრებოდა, ახლა ცდილობს, რომ ხიდები, პორტები, მატარებლები და ენერგომომარაგება შენარჩუნდეს. დონალდ ტრამპმა გააფრთხილა, რომ ხიდები და ელექტროსადგურები სამიზნეში აღმოჩნდებოდა, თუ ირანი მოლაპარაკებებს არ დაუბრუნდებოდა. ჯერ კიდევ გამოცხადებულ ვადამდე კამპანია დაიწყო იმ გზებზე შეტევა, რომლებიც გამოიყენება სანაპიროს მოსამარაგებლად და ირანული ზეწოლის შესანარჩუნებლად სრუტეში. ამ პარასკევის შეტევამ ირანის სანაპირო თავდასხმითი ზეწოლის ცენტრში მოაქცია. პარასკევს აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ გამანადგურებლებმა, დრონებმა და გემებმა ზუსტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს ათეულობით სამიზნეზე. ინფრასტრუქტურის კვირეული ირანში სანაპირო თავდასხმებს განიცდის, ჩვენ გავთიშეთ ელექტროენერგია და დავანგრიეთ ხიდები, რაც მომარაგების შეწყვეტას ნიშნავს. ირანული მედია იუწყება, რომ მათი მთავარი სარკინიგზო სადგური აფეთქდა. ეს სადგური წელიწადში 100 მილიონ ტონაზე მეტ ტვირთს ატარებს სრუტიდან, ასევე აგზავნის ნავთობს ჩინეთში. და ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი. გუში ღამით ჩვენ გავანადგურეთ სარდლობები, თავდაცვა, რაკეტები და დრონები, ასევე სადაზვერვო სისტემები მთელ სანაპიროზე. დავადგეთ მიზნებს შიგნითაც, დედაქალაქთან ახლოს. არჩეული რეგიონი შემთხვევითი არ ყოფილა. ბანდარ აბასში მდებარეობს ირანის ყველაზე დიდი პორტი და მნიშვნელოვანი ობიექტები საზღვაო ძალებისა და რევოლუციური გვარდიისთვის. ქაშკინის კუნძული მდებარეობს მსოფლიოს ენერგეტიკული ვაჭრობის ერთ-ერთი ყველაზე მბრძნობიარე მარშრუტის წინ. ამ წერტილებზე დარხმით ვაშინგტონი ცდილობს შეამციროს ირანის შესაძლებლობა დააკვირდეს, დაემუქროს და დაბლოკოს გემები. ზეწოლა გავრცელდა გზებზეც, რომლებიც ბანდარ აბას ქვეყნის შიდა რეგიონებთან აკავშირებს. ირანულმა მედიამ გავრცელა ინფორმაცია, რომ 5 ხიდი დაზიანდა, ასევე ბანდარ ქამილის სარკინიგზო სადგური. ირანის სახელმწიფო სააგენტო ირნას ინფორმაციით, ხიდებზე თავდასხმების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. Associated Press-მა შეაფასა, რომ დარტყმები როგორც ჩანს დაგეგმილი იყო ირანის მთავარ პორტსა და ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებს შორის კავშირის გასართულებლად, მათ შორის თეირანისკენ მიმავალი გზის ჩათვლით. ირანჩაიც და ანჩაიც დაემატა რუკაზე. ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ აფეთქებები დააფიქსირა აეროპორტის მახლობლად და დაადასტურა, რომ მინიმუმ 1 ამერიკული ჭურვი მოხვდა ობიექტს. შაბაჰარი კვლავ დაიბომბა და სახელმწიფო მედიის ცნობით პორტის მოძრაობის საკონტროლო კოშკი ჩამოინგრა. ადგილმდებარეობა ომანის ყურეშია და იქ ასევე განთავსებულია რევოლუციური გვარდიის ძალები. ელექტროსისტემამ კიდევ ერთი მარცხი აჩვენა.
ირანის ენერგეტიკის სამინისტრომ აღიარა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები და სამხრეთის პროვინციების მოსახლეობას მოუწოდა შეამცირონ მოხმარება. მოწოდება გაკეთდა მაშინ, როცა უკიდურესმა სიცხემ გაზარდა მოთხოვნა და ბანდარაბასში დაფიქსირდა შეფერხებები ხაზებსა და აღჭურვილობაზე მიყენებული ზიანის შემდეგ. რეკომენდაცია პიკის საათებში გამორთონ კონდიციონერები აჩვენებს, რომ ომი მოსახლეობის ყოველდღიურობაში შემოვიდა. თეირანმა სცადა სამოქალაქო ტანჯო ვაშინგტონისთვის დაებრალებინა, მაგრამ ვერ შეძლო დაემალა, რომ მისი ინფრასტრუქტურა დაუცველი გახდა და მთავრობამ დაკარგა შესაძლებლობა ერთდროულად შეენარჩუნებინა მოხმარება, თავდაცვა და ლოგისტიკა. ირანი კარგავს თავისუფლებას გზებზე და ასევე აწყდება ბარიერებს ნავთობის ექსპორტსა და ტვირთის პორტებში მიღებაზე. ზემოქმედებამ კატარსაც მიაღწია. დოხაში ირანის თავდასხმის დროს სირენები ჩაირთო. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კი ჭურვები გაანეიტრალეს. კატარის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთი ბავშვი ნამსხვრევების შედეგად დაშავდა. მოლენას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან კატარში მდებარეობს ალუდეიდის საჰაერო ბაზა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ობიექტია ახლო აღმოსავლეთში და ქვეყანა მონაწილეობს მედიაციის მცდელობებში. ირანმა დაარტყა სწორედ იმ ქვეყანას, რომელიც დიპლომატიური სივრცის შექმნაზე მუშაობდა. ირანის საპასუხო დარტყმამ ასევე მიზანში ამოიღო შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული ობიექტები ქუვეითში და ბაჰრეინში, რაც ზრდის რისკს სამოქალაქო პირებისთვის და აუცილებელი სერვისებისთვის. ქუვეითში ირანის თავდასხმამ დააზიანა ენერგეტიკისა და წყლის დესალინაციის ობიექტი. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძარი გააკონტროლა და დაიწყო ზარალის მასშტაბის შეფასება. უდაბნოს რეგიონში ასეთი სადგურის დაზიანება საბაზისო მომარაგებას საფრთხის ქვეშ აყენებს. ირანი ცდილობს უპასუხოს ამერიკულ თავდასხმებს ვაშინგტონის მოკავშირეებზე ზეწოლის გავრცელებით. მაგრამ ყოველი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ ყოველი ახალი ნაბიჯი აძლიერებს ტრამპის არგუმენტს, რომ თეირანი საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და კომერციულ ნავიგაციას. მიწისზე და მოქმედების შესაძლებლობა ანალიტიკოსების მიერ განიხილება, მაგრამ შეჭრის ოფიციალური განცხადება არ არსებობს. არმიის ვეტერანი სტივენ ჰიტონ დეილი აფასებს შანსს 10-დან 20%-მდე და აცხადებს, რომ რეგიონში უკვე განლაგებული ამერიკული ძალები სწრაფი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას იძლევა. მან ძადყოფნის ნიშნება დაასახელა 82-მე საჰაერო სადესანტო დივიზია და საზღვაო ქვეითა ექსპედიციური დანაყოფები. რა ალბათობაა პროცენტულად, რომ სახმელეთო ოპერაცია განხორციელდეს? რაც ახლა ვხედავთ, ვითხოვდი, რომ დაბალია, ძალიან დაბალი, ალბათ 10-ან 20%. კარგია, ეს კარგია. მართალია, დიახ, ვითხოვდი, მაგრამ ბევრი არ უნდა ელოდო. ეს ძალიან ცუდია. არ მჯერა რომ თქვი 21-დან 5 შანსი სახმელეთო ოპერაციის ჩატარებაზე. კარგი, ეს არის 1 შანსი 10-დან. 1-10-დან. ეს მაინც ბევრია, ხომ ასეა? ეს აჩვენებს მდგომარეობას. მაგრამ რა არის პრობლემა, მარიო? პრობლემა ისაა, რომ ძალიან ცოტაა წინასწარი გაფრთხილება გვექნება, თუ სახმელეთო ოპერაცია მოახლოებულია. ბევრი ძალა უკვე ოპერაციების თეატრშია და ელექტრონული ომის სისტემები უკვე განლაგებულია. მათ შეუძლიათ სწრაფად გადმოიყვანონ დამატებითი ძალები ამერიკის კონტინენტური ნაწილიდან ახლო აღმოსავლეთში. მაგრამ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალები უკვე საკმარისად ბევრია. იქ უკვე საკმაოდ ბევრი ხალხია. როგორ გადაიყვანდნენ ამჯარებს კუნძულზე? ეს იქნებოდა თვითმფრინავებიდან პარაშუტით გადმოხტომით და ვერტმფრენებით, ან ამფიბიური ხომალდებით. როგორ მივიდოდნენ იქ, თუ ყველაფერი ასია და მართლა სერიოზულია ეს? ეს დამოკიდებულია ადგილზე არსებულ სიტუაციაზე, ხო ასეა? საკითხავი ისაა, რომ ჩვენ არ ვიცით და ვერ გავიგებ, სანამ ეს რეალურად არ მოხდება. მაგრამ ტექნიკურად შეერთებულ შტატებს შეუძლია გამოიყენოს ყველა აღნიშნული ვარიანტი. ეს პრობლემა არ არის შეერთებული შტატებისთვის. ეხლა განსხვავება ესკალაციის სისწრაფეშია. ჯერ თავდასხმები იყო თავდაცვით სისტემებზე, რაკეტებზე, დრონებზე და სანაპირო მეთვალყურეობაზე. შემდეგ სამიზნეებს დაემატა ხიდები, რკინიგზა, აეროპორტი, ენერგეტიკა და პორტის კონტროლი. ამერიკის მთავრობა აცხადებს, რომ ცდილობს შეასუსტოს სამხედრო შესაძლებლობები, რომლებიც კომერციული გემების წინააღმდეგ გამოიყენება. ფაქტობრივად ოპერაცია ასევე იზოლირებს სტრატეგიულ წერტილებს და ამცირებს რეჟიმის არჩევანს სანაპიროზე. თეირანს სჭირდება ჰორმუზის სრუტის დაცვა, ვაჭრობის შენარჩუნება, ენერგიის ardgena, პორტების დაცვა და სამხედრო პასუხისგაცემა. ეს ყველაფერი ბლოკადის პირობებში. რეჟიმი კვლავაც პირდება თავდასხმების გაფართოვებას, მაგრამ მისი პასუხი აჩვენებს ზეწოლის მასშტაბს. რაკეტები გაიგზავნა მეზობელ ქვეყნებში მდებარე ამერიკულ ბაზებსა და ობიექტებზე. იმ დროს, როდესაც ირანის სამხრეთი თავად აწყდებოდა განადგურებულ გზებს, დაზიანებულ სარკინიგზო სადგურს, დაზიანებულ აეროპორტს და ენერგიის დეფიციტს, პროპაგანდა საუბრობს წინააღმდეგობაზე ბოლომდე. რეალობა კი აჩვენებს, რომ სტრუქტურა იშლება და სანაპირო ამერიკული მეთვალყურეობის ქვეშაა.
თეირანს ჯერ კიდევ შეუძლია აირჩიოს მოლაპარაკება, სანამ შეერთებული შტატები სამიზნეთა წრეს გააფართოებს. ტრამპმა თქვა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებს შემდეგ ეტაპზე დატოვებდა, მაგრამ თავდასხმებმა უკვე მიაღწია ელექტრომოწყობილობებსა და გადამცემი ხაზებს. რეჟიმის შემდეგი გადაწყვეტილება მიიღება ნაკლები მარშრუტით, ნაკლები საზღვაო თავისუფლებით და მოსახლეობით, რომელიც სიცხისა და ელექტროენერგიის გათიშვების ზეწოლის ქვეწოლის ქვეშაა. იმ დროს, როცა ირანის ლიდერები იმეორებენ მუქარებს, ჯგუფები მუშაობენ ხიდების, ენერგიისა და იმ გზების აღდგენაზე, რომლებიც რეჟიმის ყოფნას ჰორმუზის სრუტეში უზრუნველყოფდა. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად შეიტანეთ წვლილი იმ პიქსის გასაგების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ სიმართლე გაგაცნოთ. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.